დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც ლევანმა აღნიშნა, ანსამბლი შავნაბადა იმყოფება ჩვენთან, თუმცა კახასთან ერთად მეორე სტუდიაში არიან ბიჭები. სანამ უშუალოდ მათთან გადავალთ, ჩვენი სტუდიის სტუმარია მომღერალი ფოლკლორისტი თამრიკო ჭოხონელიძე. დილომშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. თამრიკო, როგორც ვიცი, შავნაბადასთან დიდი ხნის თანამშრომლობა გაკავშირებ. 2010 წელს ამ ანსამბლმა მიიღო ყველა საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლის ტიტული. თქვენ როგორ შეაფასებდით მათ შემოქმედებას? ერთი ძალიან დიდი მადლობა და ჩემთვის დიდი პატივია ხა თქვენთან სტუდიაში პირველად ვარ და მით უმეტეს როდესაც ასეთ ანსამბლთან მიმართებაში მომიწვიეთ, ეს ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივია და მე დავიწყებდი იმით, რომ ეს ანსამბლი ვიდრე ვიტყოდით შავნაბადას, მე ვიტყოდი, რომ ეს არის 14 დღეს 14-ნი არიან ღირსეული ქართველი ახალგაზრდას თავშეყრა, თუ შეიძლება ითქვას, გაერთიანება იმ ძალიან დიდი საქმის, იმ ძალიან დიდი საგანძურის ირგვლივ, რასაც ქართული ხალხური სიმღერა, ქართული გალობა ჰქვია და საერთოდ ქართული მუსიკალური ფოლკლორი, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თქვენ კარგად მოგეხსენებათ და ისეთ მოარული, ანუ ეს ფრაზა, რომ თუ გვერდში მყოფი არ გიყვარს, ძალიან ძნელია, ხო, სიმღერა და აი ეს ადამიანები მაგალითი არიან ჩემთვის მეგობრობის, სიყვარულის, აი რაღაცა ღვთისმოშიში საოცარი ადამიანები არიან, იმიტომ რომ ისინი გალობენ თან ტაძარში, ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება ცუდი იყოს და თუძე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ შეხმატკბილება, რასაც ქვია, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოდის და ეს ადამიანები არიან შეხმატკბილებული ზუსტად და გარდა იმისა, რომ მე არ შემიძლია არ თქვა, რომ დღეს რასაც აკეთებენ მართლაც, ამაზე ითქმება, მაგრამ საიდან დაფრთიანდნენ ეს ბიჭები? ესენი არის ანსამბლი მართვე. კარგად იცის ყველამ ანსამბლი ბიჭები, საიდანაც ესენი სადაც გაიზარდნენ და საიდანაც როგორც იტყვენ, მე ფრთები გაისხეს თუ როგორ შეიძლება ითქვას, შემდგომ უკვე აი ესე გაერთიანდნენ. ან ზორი ერქომაიშვილი, ბატონი თამაზ ანდრულად, ის ადამიანები არიან, როდესაც თავის ძოზე ჩოხადროთ ეთაკილებოდა პატარა საკის ბიჭად ჩოხა ჩაათო და ის ზუსტად იმ ჩოხის სიღრმეში, ანუ იმ ჩოხაში და სიბრძნეთ დევს კაცობა, ის ვაჟკაცობა, ის პატრიოტიზმი, ის ყველა დადებითი, რაც კი აი ამ ბავშვებში რაღაცნაირად ჩანერგეს და აი სწორედ იქიდან დაფრთიანებული ადამიანები არიან დღეს აქ რომ დგანან თქვენი სტუმრები და მათ რეპერტუარში დღეს შედის როგორც ქართული ხალხური სიმღერები, ანუ ვოკალური ნიმუშები, ასევე შედის ინსტრუმენტული, ანუ ძალიან კარგად ფლობენ ინსტრუმენტებს, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებს და რაც არის სწავლობენ ამ ყველაფერს ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ და ასევე თამრიკო, მაპატიეთ უნდა შეგაწყობენ თქვენ ჩვენთან რჩებით სტუდიაში კიდევ გადმოვალთ თქვენთან კითხვით, მაგრამ დროა კახასთან გადავერსო, სადაც უშუალოდ ანსამბლის წევრები იმყოფებიან, მივესალმები მათ. დიახ, მე აქეთ გადმოვინაცვლე შავნაბადას ბიჭებთან, მოგესალმებით, დილამშვიდობისა, დიდი მადლობა რომ მოხვედით. მანიკა, მე უნდა შეგისწორო ბიჭებმა შეგვისწორეს 2010 წელს გახდნენ ერთ-ერთი საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლი და არა ერთადერთი. და არა ერთადერთი. ხო, დღეს პირველ სიმღერას რა შეგვისრულებთ? დღეს დილამშვიდობისას გეტყვით და შეგისრულებთ კახურ მრავალჟამიერს. ისმენთ.
ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, მალე დაგებრუნდებით. აღვიძარა პირდაპირ ეთერშია ჩვენი სტუმრები არიან ანსამბლ შავნაბადას წევრები და თამრიკო ჭოხონელიძე. კიდევ ერთხელ გამარჯობა და მიკითხვა რომელიც მინდა დაგისვა ყოველთვის რადიკალური და პირდაპირი ხართ, როდესაც საქმე ფოლკლორს ეხება. ასევე მწვავე იყო თქვენი რეაქცია, როდესაც დაუპირისპირდით ფონოგრამაზე სიმღერას. მაინც აი რა შეხედავთ ცუდს, რომ ადამიანმა ფონოგრამაზე იმღეროს თქვენი მოსაზრება. უზნეობაში ჩემო კარგი. აი ზუსტად ეს სიტყვები ამოვიკითხე ერთ ინტერვიუში და ზუსტად იგივე გაიმეორე. ძალიან მოკლედ შეიძლება ამაზე პასუხი მატყუებ. თვალში და ყურში მაყრი ნაცარს. მაშინ როდესაც არ მოვტყუდები და ვარ ძალიან შეურაცხყოფილი. რას ნიშნავს საქართველოში ღეროდე და პირს აღებდე. იცი რა, როდესაც არის რაღაც კონცერტი, სადაც დავშოთ ტელევერსია და ანუ იგივე თუნდაც რაღაც კინოსთან არის დაკავშირებული. არის რაღაცები, რომელიც გასათვალისწინებელია და მაშინ გაითვალისწინო და მეც გამიკეთებია ესეთი რაღაცა და ჩვეულებრივ პირიც გამიღია. თუმცა ეს არის რაღაცა საშინელება, ძალიან ცუდი შეგრძნება, მაგრამ კონცერტზე მაშინ როდესაც ჩვენ აცხადებ და ეს ძალიან დიდი განაცხადია აფიშის გამოკრა, რომ მოდით მობრძანდით, მით უმეტეს სოლო კონცერტზე მობრძანდით, მომისმინეთ და შენ პირს აღებ, ვის უბედავ. აი ეს მაგ და ამას არავითარ შემთხვევაში არ გავატანინებ არავის და სხვათა შორის ძალიან მკვეთრად იკლო ამან უკვე და მე ვთვლი რომ რაღაცა პატარა წვლილი ამაში მიმიწვის. მით უმეტესო საქართველოში, როდესაც უამრავი ნიჭიერი ადამიანი და ესე მღერიან, თუნდაც ესე მღერია, როგორც ეს ბიჭები მღერიან დღეს თქვენი სტუმრები, როგორ შეიძლება რომ ხვალ ჩემს შვილს რა უთხრა. როდესაც ის მეტყვის რომ თუ ის დაუშვათ ვიღაცა რომელიც ფონოგრამაზე მღერის, ანუ პირს აღებს და ძალიან ბევრი შემოსავალი აქვს. ძალიან ბევრ კონცერტზე გამოდის და გამოდის დაუშვათ ასეთი ტყუილით. მეც გავაკეთებ ამას, აი ეს რომ მითხეს ჩემმა შვილმა, მე რა გავაკეთო. ხვალ ჩემმა შვილმა და შვილიშვილმა. ამიტომ ჩვენ მაგალითი არ უნდა მივიცეთ უზნეობას, ეს არის უზნეობა. ამაზე ლაპარაკი არ ძღირს. კარგით, მაშინ სხვა რამეზე ვისაუბროთ, ასევე მწვავე ხართ ხოლმე და მწვავეა თქვენი რეპლიკები, როდესაც ფოლკლორზე ეხება საქმე. ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვდით, რომ როდესაც წინათაობის უპატივცემლობა კი არა, საერთოდ იგნორირება დავინახეო, ამას შევეწინააღმდეგო. რას გულისხმობთ წინათაობის უპატივცემლობაში, ანუ რა იგულისხმება ფოლკლორ ასწავლებელს? აი ეს დღევანდელი ჩვენი გმირები, ასე ვთქვათ, თქვენი სტუმრები არიან მე გითხარით ანსამბლებიდან მართვე და ბიჭები. და ძალიან ხშირად მithქვამს რომ როგორ შეიძლება მამას ქონდა ეს ფრაზა, როგორ შეიძლება კაც ქართულ სიმღერას რომ იმღეროს ზურგში დანა ჩაარტყასო. ეს გამორიცხულია, ესენი ღირსეული კაცები იზრდებიანო, მაგრამ გამონაკლისი და ხო თითო მახინჯიო, აღარ მინდა ხა გავაგზელო, ასე შეიძლება მომხდარიყო და მოხდა კიდეც. მე დღეს ვეწინააღმდეგები სწორედ იმას, რასაც ქვია წინაპრის არამს თუ უპატივცემლობა. ზუსტად ის აზორ ერქომაიშვილი, რომელსაც აი გაზარდა ეს ბიჭები, რომელსაც ძალიან ბევრი დიდი საქმე აკეთება. ეს არის არა მარტო როგორც სპეციალისტი, ის ქომაგი, ძალიან დიდი პატრონი ქართული, აი მოკლედ ლეგენდარული ადამიანია და აი როდესაც ანზორ ერქომაიშვილს როგორც პედაგოგს თავის დროზე, როგორც პედაგოგი კი არა, შენი პედაგოგი იყო და მას დაუპირისპირდები, მაშინ როდესაც მის და მისი თაობის წარმომადგენლების ნამღვაც შენ იგნორირებას გაუკეთებ და არამც თუ იგნორირებას, უბრალოდ მიითვისებ მათ მიერ გაკეთებულ უდიდეს საქმეებს და შენგან დაიწყო თურმე ქართული ფოლკლორის პატრონობა და თურმე 2003 წლიდან იწყო. რა თქმა უნდა ამას როგორც როგორც პიროვნება, როგორც უბრალოდ მოქალაქე, როგორც მოქალაქეც, მაგრამ როგორც ფოლკლორისტი აუცილებლად დაუპირისპირდები, იმიტომ რომ ეს არის თუ რამ შეიძლება რომ უზნეობად ჩაითვალოს დიახაც ეს და მე მინდა აი ამ ბიჭებთან მიმართებაში ვთქვა რომ მათი ხელმძღვანელი არის დათო ცინცაძე, ნუ შესანიშნავი ახალგაზრდა და სხვათა შორის ძალიან ბევრი მათგან ფოლკლორისტი არ არის, უბრალოდ სხვა სპეციალობა აქვს
და იმდენად არიან გაერთიანებულები აი ამ დიდი საგანძურის ირგვლივ და მისი სიყვარულის ირგვლივ, რომ მათი პატრონობა, მათი მოვლა, მათი პოპულარიზაცია, მათი შესწავლა პირველ რიგში და დაფასება ეს რაღაცა ცხოვრების წესად გაიხადეს და აფერო მათ და მე მინდა გითხრა რომ აი ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ ამ ბიჭებს. იცით, არანაირი დაფინანსება, არაფერი დაფინანსება, სადაც არის ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და როგორ იყენებენ, ისიც ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ მე ხარ მინდა რაღაცა გამომწვევ სიტუაცია მოვა დრო ამისა, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავდება, თუმცა მე ვთვლი რომ ეს არის დანაშაული სტოლფასი, რასაც დღეს ესენი აკეთებენ, ისინი, ვისაც სადავე უჭირავს ხელში დღეს შენი საგანძურის მართვისა. ერთი წამი რა მინდა ბოდიშვილი გაწყვეტინებ, რომ აი ამ ბიჭებთან მიმართებაში ესენი რას აკეთებენ, იცით? გარდა აი რა გზაზეც ესენი მოდიან 2005 წლიდან ანსამბლი შავნაბადა. ეს არის ძალიან საინტერესო გზა შესწავლის. საკუთარ თავში არა მარტო ძიების, არამედ აი ზოგადად შესწავლის გზა არის და იცით რას აკეთებენ? საკუთარი ჯიბიდან ფინანსდებიან როგორც იყვნენ გაჭირვებით, მაგრამ ესენი მიდიან და დადიან ექსპედიციაში. რა სოფლებში არ არიან ნამყოფი? კიდევ რა პრობლემები აქვს? ანუ განვაზოგადოთ მაშინ ამ კონკრეტულიდან ქართულ ფოლკლორს და შავნაბადას. ქართულ ფოლკლორს საკმაოდ ბევრი პრობლემა კიდე გეუბნები, პირველი და მთავარი, ახლა აქ გასარჩევი არ არის, იმიტომ რომ დრო არ გვაქვს. უბრალოდ ამას ერთი გადაცემაც არ ეყოფა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ პატრონი არ ყავს, ის ვინც უნდა ყავდეს. ანუ მე გულისხმობ პროფესიონალს, უნდა იყოს პროფესიონალი, სადავეები უნდა ეჭიროს პროფესიონალს და პროფესიონალი არ არის ის ვისაც და მარტო ერთი არა. მოკლედ პატრონობა ჭირდება ამას და კადრებში რაღაცა ბევრი რაღაცა შეცდომებიაო დაშვებული და აქაც არის შეცდომები დაშვებული. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი რომ ეს გამოსწორდება. ეხლა რაც შეეხება აი ამ ბიჭებს მე მინდა ვთქვა რომ უბრალოდ იცით როგორი წინააღმდეგობები შეხვედრიათ სწორედ იმ ხალხისგან, ვისაც საკუთარი ამბიციები ვერ დაუკმაყოფილებია, მიხვდით? მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე არის დაყრდნობილი ბევრი რამ და ამ დროს შეიძლება დაზარალდეს ქართული ფოლკლორი, მუსიკალური. მოდი არ შევეწინააღმდეგოთ ახლა და ამღეროთ არა ერთი წუთი ამ ბიჭებს ექსპედიციებში დაწევიან. ექსპედიციებში დაწევიან, ჩაუშლიათ ექსპედიცია. აი ესეთი რამ მომხდარა. ამიტომ მოდით ვამღეროთ ახლა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი გამოსავალი გავაგზავნოთ ამაზე საუბარი, ოღონდ მოვისმინოთ სიმღერა. ახლა ამჯერად რა შეგვისრულებთ?